ჩვენ ერთმანეთს ვაფასებთ რაღაცა მატერიალური ნიშნით. ხო არის ეს პრობლემაც. ვიღაცას უფრო მეტი შეუძლია, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ აი თქვენ ხო სამუშაო არც ერთს არ გაქვთ. არც ერთი არ შრომობთ. და თუ რამე გაქვთ, ვისგან გაქვთ, ვინ შრომობს? მშობლები შრომობენ. და მშობლები რისთვის შრომობენ? იმისთვის, რომ თქვენი თავის სხვაზე უმეტესად წარმოიდგინოთ, ანუ მშობლები თქვენს დასაღუპად შრომობენ? ეგრე არა, ზოგში არ შრომობენ, მე ვიცი, მაგრამ თითქოს შედეგი ესე გამოდის, რომ მშობელი შრომობს, რომ შენ კარგად იყო, ზოგ და ხშირ შემთხვევაში ჩვენს ახიერებებსაც აკმაყოფილებს, რომ ჩვენ ასეთი რაღაც გვინდა, ისეთი ნივთი გვინდა. მერე რა ხდება? მოვდივართ და იმ ბავშვის, რომელსაც არ აყავს ისეთი შეძლებული მშობელი, შეიძლება ჩვენ რო გვყავს და არ აქვს ისეთი ნივთები ჩვენ რო გვაქვს, ვიწყებთ იმის ზემოდან ყურებას. და რის გამო რა დააშავა? ან მისმა მშობელმა რა დააშავა, რომ არ აქვს ის შესაძლებლობა, რომ ის დაუკმაყოფილოს სურვილი. ან რა დააშავა მისმა მშობელმა, რომელიც ცდილობს სწორად აღზარდოს შვილი და მისცეს ის, რაც ჭირდება და არ მისცეს ის, რაც აიხირა და არ ჭირდება. აი მაგალითისთვის ვიტყვი. ჩვენ ახლა ვცდილობთ ხოლმე, რომ ბოლო მოდელის ტელეფონი გქონდეს, აი სხვას რო დაუნახე ის გქონდეს. ეხლა მაგალითად, აი ამ პატარა კუდრაჭას ფეხი აქვს ალბათ 27-38 ზომა. სწორად ვამბობ? შეიძლება უფრო პატარაც. მაგრამ სიტყვაზე 38 აქვს ვიღაცას. და დაუნახა, რომ 42 აქვს ვიღაცას ფეხი. ეხლა დედას რო უთხრას, რომ აი მეც მაგ ხელად უფლები ფეხსაცმელი მჭირდება. სწორი იქნება? ხო არ იქნება. ის მას ჭირდება და იმიტომ აქვს. შენ 38 თუ ყოფნის, უნდა თქვა, რომ მეტი არ არის საჭირო. ეხლა ადამიანი იტყვის, რა საჭიროა ასეთი შედარება, სად ტელეფონი და სად ფეხსაცმელი. სწორედაც რომ საჭიროა, თუ შენ რაღაცა საქმეში არ გჭირდება, ის არის ყველაფერი ზედმეტი. რაც არ გჭირდება. ეხლა მაგალითად აი მელოდ კაცს სავარცხელი ხო არ ჭირდება. და რო იშრომოს იმისთვის, რომ ეს სავარცხელი იყიდოს. ტელეფონი, რომელიც რეკავს, რომელიც გამოსახულებასაც კარგად აჩვენებს, არ არის დაზიანებული. რატო უნდა აშრომო მშობელი ზედმეტად იმის გამო, რომ შენი უბრალოდ ახიერება დაიკმაყოფილო?